საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება 8 ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმე დასკვნით ეტაპზეა. მოწმეთა გამოკითხვა დასრულებულია. რა ინფორმაცია მიიღო სასამართლომ და ვისგან? მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ. მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეზე პროკურატურამ მოწმების დაკითხვა დაასრულა. ბრალდებული ოპოზიციონერების საქმის განხილვა ფინალურ ეტაპზე გადავიდა. სასამართლომ პროკურატურის 4 მოწმეს მოусმინა. გელა ნიკოლაიშვილი მათ შორის არის, ვისი მიმართვის საფუძველზეც საგამოძიებო უწყებამ რეზონანსული საქმის ძიება დაიწყო. ნიკოლაიშვილმა დახურულ სხდომაზე მიცემული ჩვენების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ 4 ოქტომბრამდე ოპოზიციის ქმედებები და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ძალადობრივი პროცესები მისი შეფასებით სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობად იქმნებოდა. დანაშაული არის ის, რომ თქვათ მოითხოვა უცხოური ორგანიზაციებიდან უვიზო რეჟიმის გაუქმება, მოითხოვა ის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ის, რომ პარალელური სტრუქტურები შექმნა პარლამენტის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია უკვე და არა კონკრეტულად რაღაცა უფლებადაცვითი საქმიანობა. ასეთი მოწოდებები შეიცავდა სამოქალაქო ომის რეალურ საფრთხეს და ამის პრევენცია, რომ ჩემი პირადი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ამ ყველაფრის პრევენცია. მოწმის ჩვენება უინტერესო აღმოჩნდა ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძისთვის. თქვა, რომ ნიკოლაიშვილმა საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებზე და ფაქტებზე მიუთითა. არა და ამას არც თავად მოწმე უარყოფდა. ინფორმაცია მას ისეთი მნიშვნელოვანი არ მეუწოდებია, არ უსაუბრია საერთოდ ისეთ რამეზე, რაც შეიძლება ჩაითვალოს ამტკიცებულებად. მოწმეებს შორის იყვნენ ის გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ბრალდება ამბობს, რომ მათი ჩვენებებით დაადასტურდა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერება. ძირითადად გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ განხორციელებული ესე ვთქვათ, საგამოძიებო მოქმედება, რომ ნამდვილად მათი გაკეთებულია. ზოგი ამოღება იყო, ზოგი დათვალიერება იყო. დაადასტურეს ხმაზე ის, რომ მათ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და საქმეზე მტკიცებულებები მოიპოვეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. ირკვევა, რომ გამოიკითხა მოწმე, რომელსაც ანონიმურმა წყარომ ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეებს შორის რაციის ჩანაწერები მიაწოდა. პროკურორისთვის 10-ზე მეტი ჩანაწერის შინაარსით დასტურდება, რომ მოვლენები წინასწარ ორგანიზებული და მართული იყო. ასევე დაიკითხა ერთი ჟურნალისტი, რომელსაც მას როგორც ჟურნალისტს მისმა წყარომ, რომელიც არის კონფიდენციალური, მიაწოდა ვიდეო აუდიო მასალა, დაახლოებით 31 ფაილი და ეს ფაილები შეეხებოდა აქციაზე 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განვითარებულ მოვლენებს და აქციის მონაწილეთა შეთანხმებას, რაციების საშუალებით. ეს ინფორმაცია სწორედაც ადასტურებს იმას, რომ ეს კონკრეტულად ძალადობრივი ქმედებები არ იყო იქ შემთხვევითი და როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ კოორდინირებული იყო და ასევე საუბრობთ იმაზე, რომ ეს იყო დაგეგმილი, სწორედ ამ ნაწილში არის მნიშვნელოვანი აღნიშნული ჩაწერა. საბოტაჟის საქმეში ბრალდებულია მიხელ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე. მათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან.